2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა 3.914.000-ია, აქედან 2.078.000 ქალია, ხოლო 1.836.000 კაცი. წინასწარი მონაცემებით აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის სულ მცირე 93.4%, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6.6%-ს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. ანუკი ჩხიკვაძე გვერდდება თემით პირდაპირ ეთერში. დიახ, როგორც იცით, საქსტატმა აღწერის წინასწარი მონაცემები უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 14 ნოემბრის მდგომარეობით ქვეყანაში 3.914.000 კაცი ცხოვრობს, აქედან დაახლოებით 93.4% წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეს უკაცრავად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში 3.647.000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში 14 ნოემბრის მდგომარეობით ცხოვრობს 6.6% უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც დაახლოებით 200.000-მდე ადამიანს წარმოადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და როგორც საქსტატში განმარტავენ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლის პერიოდში. აღწერა მოიცა საქართველოს მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. აღწერის ფარგლებში მონაცემთა შეგროვება ჩატარდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. წინასწარი მონაცემების მიხედვით აღწერის მომენტისთვის საქართველოში ცხოვრობდა 3.914.000 კაცი, საიდანაც 53% არის ქალი, ხოლო 47% კაცი. ასევე აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემების მიხედვით აღწერის მომენტისთვის საქართველოში მუდმივად ცხოვრობს სულ მცირე 93.4% საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 6.6%-ს არ აღემატება. ოფიციალური მონაცემების მიუხედავად ოპოზიციაში საკითხზე სპეკულაცია გრძელდება. ისინი ამბობენ, რომ არა მხოლოდ ყველა ქვეყნის მოქალაქეზე, არამედ მათ გართულება აქვთ რუსეთის მოქალაქეებზე, რაც ახალი შეცვლილი რიტორიკა მათი მხრიდან. მართლ გუნდში ოპონენტებს მათივე წარსულიდან პასუხობენ, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თავად ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს საზღვართან და ის იყო ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი რუსეთის მოქალაქეების. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ საქსტატის დღევანდელმა მონაცემებმა მათ სპეკულაციებს პასუხი კიდევ ერთხელ გასცა. სხვადასხვა პირები რიგი სახელმწიფოებიდან საქმდებიან და იკავებენ ჩვენი თანამოქალაქეების ადგილს. ნაციონალური მოძრაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო რუსების უკონტროლო მიგრაცია საქართველოში. საკითხი არ არსებობს, სადაც შეიძლება ოპოზიციას, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და რეალურად ნაც კლასტერს რაიმე სიმართლე ეთქვას. მათ შორის ის სპეკულაციები, რაც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებული, ჩამოენგრათ საქსტატის განცხადებიდან და შესაბამისი კვლევიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან მცირეა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მუდმივად ცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რაც შეეხება არალეგალების საწინააღმდეგოდ, ის რომ მათი ჰუმანური მეთოდებით, დემოკრატიული სამართლებრივი პრინციპების დაცვით, მათი საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნება მოხდეს და გაძევება ჩვენი ქვეყნიდან, ამ ყველაფრისთვის ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებების მივიღეთ. ახსოვს საზოგადოებას რამდენი ტყუილი ვითომ პროტესტი და ეს ფსევდოემოციები იყო გამოხატული რადიკალების და მათი მხარდამჭერების მხრიდან, რომ საზოგადოებაში გაეღვივებინათ, შუღლი გაეღვივებინათ რაღაცა ნეგატიური ტენდენციები, რაც არ არის დამახასიათებელი ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, უცხოელების მიმართ, რომ წალეკეს საქართველოს უცხოელება. რომ შემოდინებული რუსების, არ ვიცი მე თურქების, არაბების, კიდან ინდოელების თუ ასე შემდეგ რიცხვი არის იმდენად მაღალი, რომ იმდენად დიდი, რომ ეს ესე იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, საფრთხეს უქმნის ქართული ხალხს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
და აღმოჩნდა აგერ დაიდო სახსტატის მონაცემი, სადაც 3.900.000 კონკრეტული საქართველოში მყოფი პირისგან აღმოჩნდა, რომ სულ არის 200.000 ადამიანი, რომელიც არის უცხოელი და პროცენტულად რო დაითვალოთ საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით, ნახავთ, რომ რა თქმა უნდა ეს არის მიზერული ციფრი. ეგრეთ წოდებული რადიკალური ვითომ ოპოზიცია, იგივე ნაცმოძრაობა, ყველაფერში ხედავს შავხრელებს. სადაც არის წარმატება, იქ ხედავს წარუმატებლობას. მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუტები, როცა აფასებენ საქართველოს პოზიტიურ ასპექტში, გამოდის ნაცმოძრაობა და მისი რადიკალური ფრთა და ამბობს, რომ რა თქმა უნდა საქართველოში ყველაფერი მიდის უღომა. იგივეა სტატისტიკის მონაცემები, რაც აღწერას გულისხმობს, რომ 3.900.000 ადამიანია საქართველოში და აქედან 200.000-მდეა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც იმას ნიშნავს და ადასტურებს მორიგჯერზე, რომ ეს სპეკულაციები, რაც ჰქონდათ, რომ არიქა გაივსო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით საქართველოს და ასე შემდგომ, არის თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად უარგუმენტო. საქსტატი აღწერის საბოლოო და დეტალურ ინფორმაციას 2026 წლის ივნისში გამოაქვეყნებს, მანამდე კი წინასწარი მონაცემებით ვნახეთ, რომ ქვეყანაში საკმაოდ დაბალია უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი.